ეს სპორტი დაიპყარი, მწვერვალზე იყავი, მილიონები იშოვე ოქტაგონზეს და მის ფარგლებს გარეთაც. რატომ ბრუნდები? რა არის ის, რაც ამ სპორტში უკან გიქაჩება? ხომ იცი ხალხის უმეტესობა გეტყოდა, კონორ უბრალოდ დაისვენე, პატივი ეცი და ის სიამოვნე შენი ნაშრომითო. საქმე იმაშია, რომ ჩემი ყველაზე მშვიდი მდგომარეობა სწორედ აქ, გალიაში ყოფნაა. ჩემი თავისუფლების უმაღლესი წერტილი ოქტაგონისკენ ნაბიჯების გადადგმა. კონკურენცია და მეტოქეობა მწყურია. თუ ყველაფერს ზირეულად შევხედავთ, ამას უბრალოდ სიამოვნებისთვის ვაკეთებ. ჩემთვის ეს გართობაა გამოხვიდე და ცოცხალ ღონისძიებაზე სხვა ძლიერ ორგანიზმს დაუპირისპირდე. ან თუ გულშემატკივრების ვნება და ამოძრავ მთელი ეს ეკოსისტემა, რაც ორთაბრძოლების გარშემო არსებობს. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ, სულ ესაა, აი რატომ დავბრუნდი. დავბრუნდი ამ სიამოვნების და მძაფრის შეგრძნებებისთვის. 5 წელი ჩამოშორებული იყავი ოქტაგონს, რა იყო ყველაზე რთული ამ დაბრუნებისთვის ვარჯიშის დროს, ფიზიკური თუ მენტალური მხარე? ტრამვის შემდეგ აღდგენის ეს ბოლო რამოდენიმე წელი მართლაც რთული იყო, მაგრამ ახლა სრულიად აბსოლუტურად განვიგორნე. მუხლიდან კოჭებამდე ტიტანის ღერძი მიდგას, რომელიც სრულიად მყარია. ახლა ნამდვილი ტერმინატორი ვარ. ეს არის ჩემი დღევანდელი განწყობა. ვიცი, რომ ყველას თვალწინ უტრიალებთ ჩემი ფეხის გატეხვის კადრები რინგზე იმ მძიმე მომენტში. ახლა კი მინდა ახალი კადრები შევქმნა, რათა ეს ძველი რეალობა შევცვალო და ზუსტი დარტყმები განვახორციელო. ყოველთვის ვამბობ, რომ ტრავმა მხოლოდ განკურნების პროცესი კი არ არის, ეს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის პროცესია. ბევრ რამეს იგებ შენს თავზე, შენს აღნაგობაზე, სხეულზე, მოძრაობებსა და მექანიკაზე. იმაზე თუ რა უნდა გააკეთო ფორმის შესანარჩუნებლად. ასე რომ სინამდვილეში ყველაფერი გარკვეული მიზეზით ხდება. დიახ, ამ ყველაფერმა საშუალება მომცა კარიერა გამეგრძელებინა და ეს ჩემს სპორტულ ცხოვრებას ხანგრძლივობას შესძენს. იცი რას ნიშნავს სიდიადე და როცა სიდიადეზე ვსაუბრობთ, ისეთი ხალხი გვახსენდება, როგორებიც არიან მაიკლ ჯორდანი, ტომ ბრედი ან თუნდაც ლებრონ ჯეიმსი. ისინი იმიტომ გვახსენდება, რომ 40 წლის ასაკშიც კი კვლავ დომინირებდნენ თავიანთ სპორტში. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რატომ თამაშობენ ისინი კვლავ და ხომ არ რჩებიან საქმეში ზედმეტად დიდ ხანს? დიდებული ადამიანებისთვის ყველაზე რთული სწორედ საქმიანად წასვლა. თუ გიფიქრია ოდესმე იმაზე, რომ სამუდამოდ წახვიდე და ამ სპორტს საერთოდ ჩამოშორდე. ვუყურებ ჩემი დასვენების პერიოდს, რომელიც მქონდა, და როცა მას ამ სფეროს სხვა მებრძოლებს, მათ შორის ჩემს მეტოქეს ვადარებ, თავს მათზე უფრო ბევრად დასვენებულად და მხნედ ვგრძნობ. მე მქონდა დასვენების დრო, ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერის პიკში ახლა შევდივარ. ჩემს საუკეთესო წლებში ახლა ვიდგამ ფეხს და ეს მუდმივად ასე იქნება. ეს არის ჩემი განწყობა, რომელთაც აქ მოვდივარ. ბრწყინვალე წლები გქონდა, რომელსაც უამრავი ადამიანი ზეიმობდა, თუმცა გქონდა საჯარო ვარდნებით, სათაურები მედიაში, რამაც შეიძლება შენს კი მოგგვაროს უხერხულობა და შენს გულშემატკივრებსაც. რა ისწავლე შენს თავზე ამ მძიმე პერიოდებში? პოპულარობას თავისი მხარეები აქვს. ამ სამყაროში ნამდვილად დიდი სიფრთხილით უნდა იმოძრაო, ალბათ ახლა კიდევ უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. ცხოვრებაში ბევრი გაკვეთილი მივიღე და ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობას ეხება. სწავლობ შენს თავს, სწავლობ იმას, თუ რა მოქმედებს შენზე უარყოფითად. ახლაც კი ამ მომენტში საკუთარი თავის ძველ ვერსიას ვებრძვი. იმ ძველ ჩვევებს, რომლებიც აღარ მადგება და ვცდილობ გზა დავუთმო ახალ ჩვევებს და ჩემს ახალ ვერსიას, ახალ მეს. ასე რომ ამ ბალანსის პოვნაში დღემდე ვარ. როგორც მებრძოლი თუ როგორც კაცი. როგორც მებრძოლი და კიდევ უფრო მეტად როგორც კაცი. უფრო როგორც ადამიანი. როგორც ადამიანი გესმის? გარკვეული მკურნალობის კურსი გავიარე, საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე, დავფიქრდი. თერაპიას კი დამჭირდა, შინაგანი მუშაობა საკუთარ თავთან. და ეს ყველაფერი იმ გარემოს მიღმა ხდებოდა, რომელშიც ახლა ბრძოლის სამყაროში დაბრუნებისას ვარ ჩაგეტილები. ასე რომ, როდესაც ამ სპორტს და ამ კამერებს დავუბრუნდი, აი ახლაც კი შევამჩნიე, რომ ისევ ჩემს ძველ ვერსიას ვუბრუნდებოდი. საკუთარი თავისთვის უნდა შემეხსენებინა, მოიცა, გაჩერდი. კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრებული იყავი და მეთქვა, მე უკვე სხვა ვარ, სხვა ადამიანი ვარ, საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე მეთქი. ძველ ჩვევებში ჩავარდნა ძალიან ადვილია. ფრთხილად უნდა იყო, უნდა აკონტროლო ადამიანები, ადგილები, მოვლენები, დაიცვა თავი გარკვეული ადამიანებისგან, ადგილებისგან და მოვლენებისგან. არ აღმოჩნდა იმავე ადგილებში, სადაც ადრე იქნებოდი, ასე რომ მე ჯერ კიდევ ამ ბრძოლაში ვარ. ჯერ კიდევ ვებრძვი ამას. მეტოქეობა, აქტიურობა და შრომა ამაში ნამდვილად მეხმარება. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. შენი მესმის და ვაფასებ ამას, როგორც კაცმა, სრულიად გულწრფელად რომ გითხრა, ეს კითხვა წინასა დაწერილი გეგმაში არ მქონდა, მაგრამ პირდაპირ გეტყვი, რადგან შენც ასევე რეალური ხარ და ამისთვის მადლობელი ვარ. მეც ვცდილობ, რომ წარსულის შეცდომები არ გავიმეორო, მაგრამ ის ძველი შენ ყოველთვის სადღაც შიგნით არის.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს უკვე გადალახე, თერაპიაც გაიარე, იმ თვეებს თუ წლებსაც კი აღნიშნავ, როცა სწორ გადაწყვეტილებებს იღებდი. მაგრამ სადღაც სიღრმეში მაინც იცლდომი, ხომ ასია. და ან უნდა ისწავლო მისი ჩახშობა და ოქტაგონზე სწორად გამოშვება, ან ისეთ ადგილებში ამოხეთქავს, სადაც არ უნდა ამოხეთქოს. გრძნობ, რომ ახლა ეს ცოტა უკეთესად ისწავლე? ეს ყოველდღიური მუშაობა, დღითი დღე, ეს შრომა მუდმივად უნდა ჩადო. როგორც ამბობენ, ბინის ქირა ყოველდღეა გადასახდელი, ან ყოველდღე უნდა იშრომო. ეს თოგზე სიარულს გავს. ბალანსის დაცვა უნდა ისწავლო და ეს მუდმივად ავარჯიშო. ცხოვრება ბალანსია. თუ ამას არ გააკეთებ, ერთი მცირე შეტყევას კი საკმარისია, რომ სრულად გადავარდე. და ეს შეიძლება კატასტროფული იყოს. კიდევ უფრო მეტად იმ ადამიანისთვის, რომელიც შრომობს, წინ მიიწევს უკეთესობისკენ და გარკვეულ ცხოვრების სტილს უკან იტოვებს. ისინი კიდევ უფრო წვრილ თოგზე გადიან. მათთვის ეს თოგი გაცილებით ხელია, რადგან თუ წონასწორობა დაკარგე, ვარდნაც გაცილებით მძიმეა. ასე რომ, ეს ყოველდღიური საქმეა. შრომობ, გარშემო კარგი ადამიანები უნდა გყავდეს. დიახ, ეს მთავარია. კარგი ხალხი ყავდეს გვერდით. და რაც მთავარია, სადგეში საკუთარ თავს ხშირად უნდა დაელაპარაკო. ეს არის უმთავრესი. სადგეში მყოფ კაცს და იმას, ვინც ზემოთაა, ვერ მოატყუებ. რა თქმა უნდა, მას, ვინც ზემოთაა და კაცს სარგეში. ეს ჩემი ბოლო კითხვა იქნება ამ თემაზე. იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ამბობენ, რომ შენ მიერ დაშვებული შეცდომების გამო კონორს ეს სპორტი აღარ უყვარსო, რა სეტყოდი? იმ ფანებს, რომელთაც ნებისმიერ სხვა მებრძოლსა თუ სპორტსმენზე მეტად უყვარხარ და გაღმერთებენ, რა სეტყოდი იმ დაფასებაზე, რაც არა მხოლოდ ამ სპორტის, არამედ ზოგადად სიცოცხლის მიმართ გაგაჩნია. გარკვეულ მომენტებში ეს შეფასება ალბათ მართალიც იყო. რა თქმა უნდა, 27 წლის ასაკში ეს სპორტი სრულიად დაპყრობილი მქონდა. 2 წონის მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლაც უკვე გამართული მქონდა. სულ რაღაც 27 წლის ვიყავი. თამაში თვალის დახამხამებაში დავხურე და მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა. უბრალოდ გზა ამებნა და დავიკარგე. საკუთარი თავი დავკარგე და ამ ნიადაგზე რამოდენიმე შეცდომა დავუშვი. აი ეს არის და ეს, მაგრამ თუ რამე მართლა გიყვარს, შენ ყოველთვის ბრუნდები. შენ ყოველთვის ბრუნდები და მე ზუსტად ეს დამემართა. იყო პერიოდები, როცა პატივი არ ვეცი და შეურაცხყოფა მივაყენე იმ პოზიციას, რომელზეც ღმერთმა დამსვა. და როგორც თქვი, შესაძლოა ზოგიერთმა ფანმა ეს დაინახა და იფიქრა, სათანადოდ აღარ შრომობს, ან ამ სპორტის მიმართ სიყვარული აღარ გააჩნიაო. ეს ალბათ მართალია, მეტიც ზუსტია, მაგრამ მე ეს სპორტი უზომოდ მიყვარს. ყოველი გაღვიძებისას ჩემი პირველი ფიქრი სწორედ ორთაბრძოლების სამყაროა. და აღბრთოვანებული ვარ, რომ ბრუნდები და მას ყველას ვუჩვენებ. მოდი უშუალოდ ამ ბრძოლაზე ვისაუბროთ. შენ მაქს ჰოლოვეი ახალგაზრდობაში უკვე დაამარცხე, რაც ცემ პატივს მის ამაჯამენდილ ვერსიაში. მაქსი გამძლე მებრძოლია, კარგი უნარებით, თუმცა ჩემს დონეზე ადგას. მე მასზე ერთი თავით მაღლა ვარ, რეალურად რამოდენიმე საფეხურით მაღლა. მაინც რაში გამოიხატება ეს? უნარებში, მენტალურად, ფიზიკურად. ჩვენ ახლა 170 ფუნტში ვჩხუბობთ და ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს. მაქსი ამ სპორტში ძალიან აქტიური იყო, მეტიც. ოქტაგონზე ყველაზე მეტი დრო 8 საათნახევარი აქვს გატარებული, რაც ჩემთვის განსაცვიფრებელი ციფრია. მე ამას უფრო ისე ვუყურებ, რომ ადამიანების ბოლომდე გადაყვა და ბრძოლის ნაადრევად დასრულება არ შეგიძლია. თუმცა მას 170 ფუნტში არასდროს უჩხუბია. შენ გჯერა, რომ მასზე რამოდენიმე საფეხურით მაღლად გახარ, მაგრამ არის რაიმე, რასაც ყურადღებას აქცევ? რა არის მაქსის ერთ-ერთი ძლიერი მხარე? თუ მკითხავ რა მაქვს მასზე მეტი, ეს არის სისწრაფე, ძალა, ბრძოლის IQ, ფიზიკური კონდიციები, ჯანმრთელობა და სიახლე. კონორ, ეს ხომ ფაქტობრივად ყველაფერია. წინა ბრძოლაში მაქსმა ხელიც კი ვერ დამაკარა, თანაც მაშინ ჯვარედინი იოგი გავიწყვიტე. უშუალოდ მასთან ბრძოლის დროს. მახსოვს მეორე რაუნდის შუაში გავიწყვიტე. იმპროვიზაცია დამჭირდა. სიტუაციას მოვედგე და ბარიერი გადავლახე და ეს შევძელი კიდეც. მაგრამ მაქსი ახლა სულ სხვა მებრძოლია. მართლა, მე ამას ვერ ვხედავ რაიმე გრანდიოზულ პროგრესს. რეალურად ის წინსვლა, რაც მან აჩვენა სწორედ ჩემთან ბრძოლის შემდეგ მოხდა. როცა ჩემი ზოგიერთი მოძრაობა გადმოიღო, მაგრამ მე რაკნა წავიდა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მოკლედ, წინა შეხვედრაში მაქსი სრულიად დავიმორჩილე. და ახლა იმავეს გაკეთებას ვაპირებ, ოღონდ ბევრად უფრო გამანადგურებელი სტილით. ხშირად გვეძლევა შანსი, რომ ცხოვრებისეული თავები გადავწეროთ. ეს შეიძლება იყოს თავი, რომელიც გადაწერასაც მაქსი შეეცდება. აბა რამდენჯერ გეძლევა შანსი, რომ ადამიანთა წაგების შემდეგ შეცდომა გამოასწორო? დიახ, ეს შეიძლება იყოს მისი мотиваცია. რა თქმა უნდა, მისი მიზანი შენი ნოკაუტში ჩაგდება იქნება. უეჭველა და ეს ძალიან აზარტულია. კაცისგან დიდ გამბედაობას მოითხოვს, რომ იმავე ადამიანს ხელახლა ეჭყობოს. აი რატომ ვცემ ყოველთვის უდიდეს პატივს იმ სპორტსმენებს, რომლებიც მეტოქეებთან რევანშზე გადიან. თუ კი მათ შორის დაპირისპირება არსებობს, თუ ორივე ვარსკვლავია და ამ ყველაფერს დიდი აზრი აქვს. რევანშები უნდა იმართებოდეს. ხშირად ერთ-ერთ მხარეს ამის გაკეთება არ უნდა. ეს კი ჩემს თვალში სიმამაცის ნაკლებობის ნიშანია.
მეს პრობლემა არ მაქვს. დიდი სიმამაცე გამაჩნია და ამ ბრძოლას დიდი ინტერესით ველოდები. დარწმუნებული ვარ, მაქს მოტივირებულია და ეცდება შეცდომა გამოასწოროს. ეს ჩემზე როგორ მოქმედებს? ეს მეც ორმაგ მოტივაციას მატებს. აი რატომ გველოდება წინ ნამდვილი ცეცხლოვანი ბრძოლა. ანუ გჯერა რომ მაქს დაამარცხებ. არის თუ არა ჯასტინ გეიჯი შენს გზაზე ამ დაბრუნებისას? აპირებ თუ არა ტიტულზე ბრძოლას? კიდევ შეგარჩაძალა რომ ქამრისთვის იბრძოლო? რა თქმა უნდა, ახლა 70 ფუნტის მებრძოლი ვარ. 155 ფუნტის UFC-ს მსოფლიო ქამარი უკვე მქონდა. საქმისთვის ღია ვარ და აქტიურობა მინდა. წინ უდიდესი ბრძოლა მელის. მაქსმა ჯასტინი მიწასთან გაასწორა, სახით დაბლა უგონოდ დაანოგაუდა. ჯასტინი კარგია, როცა ფორმაშია, მაგრამ როცა ცუდ დღეშია, ის უბრალოდ საშინელია, საცოდავია, თავის დარტყმებს უსამართლოდ იზღვის. თუმცა ძალიან გამძლეა და თავის სტილში არასტანდარტულია. გაქვს თუ არა კონკრეტული მებრძოლების სია, ვისთანაც ჩხუბი გინდა. არის რამოდენიმე სახელი, რა თქმა უნდა, თუმცა ჩემთვის თავარი აქტიურობა, უბრალოდ ასპარეზობა მინდა. ანუ ყველასთან ჩხუბი გინდა, ვინც გამოვა? ყველასთან ჩხუბი მინდა, აბსოლუტურად ყველასთან, ვინც კი არსებობს. აი ასე. სიმართლე გითხრათ, მე მათ დიდ ანგარიშს არ ვუწევ, საერთოდ არ მიმაჩნიათ ჩემს დონედ. განაცვლად იმისა, რომ ესე ვილაპარაკო და დეტალებში შევიდე, მირჩევნია საქმით ვაჩვენო, რომ ყველაფერს იდეალურად გავაკეთებ. და ბოლოს ეს არის კონორი ჰოლოვეის წინააღმდეგ. ეს ძალიან სიმბოლური და ირონიულია, რადგან მაქსმა UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და დასამახსოვრებელი ნოკაუტი გვაჩუქა. შენ კი უამრავი დიდებული მომენტით დაღლოცე. ახლა კი კითხვა, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა? ეს იქნება სრული განადგურება, აბსოლუტური განადგურება. ვიცი რამდენი ზიანი აქვს მას მიღებული, ვიცი რომ საკმარისი იქნება ერთხელ შევეხო და ამის შემდეგ ყველაფერი წმინდა წყლის ქირურგიული სიზუსტით დასრულდება. მხოლოდ მოგება საკმარისი არ არის, ეს უნდა იყოს სანახაობრივი და დიდებული და ეს ზუსტად ასე იქნება.